აგვიყურებთ პლატფორმებზე იმედი ჯიმ, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს პარასკევია, კვირის ბოლო სამუშაო დღე, 24 აპრილი და ტრადიციულად ამ დროს გვერდება კახა გელაშვილი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომდევნო 20 წუთის განმავლობაში სპორტზე. დილა მშვიდობისა კახა. დილა მშვიდობისა და თო მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო. შეგვიძლია სასიამოვნო გაზაფხულის დილაც და დღეც ვუსურვოთ ჩვენს მსმენელს, მაგრამ გაზაფხული მთლად არ გამოგვდის, იმიტომ რომ კვლავ ესეთი ტემპერატურაა გარეთ, მე მგონი ზამთართან უფრო შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, ხო, ვიდრე გაზაფხულთან, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ მოვა ჩვენს ქუჩაზე გაზაფხული აუცილებლად. მოკლედ, განწყობა ვფიქრობ, რომ ამაღლებული გვაქვს და ჩვენ მომდევნო ამ 20 წუთის განმავლობაში იმ სიახლეებს დაგაწევთ, რომლებიც შეიძლება გამოგრჩათ, ან კიდევ უფრო მეტი გინდათ რომ იცოდეთ. ბათუმით დავიწყოთ, ბათუმში გრძელდება ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რა შედეგები გვაქვს, კახა, როგორ მივიწევთ წინ? მორიგი ჩვენ გუშინაც ჰქონდა საუბარი ამ ტურნირზე, არის კიდევ ერთი საერთაშორისო დიდი შეჯიბრება, რომელშიც ასეულობით სპორტსმენი ასპარეზობს უცხოეთიდან და საქართველოს ღირსეულად მასპინძლობს ასევე ამ ტურნირს. შეეხება გუშინდელი დღე შეიძლება ითქვას, აი ამ ტურნირზე, რაც მიმდინარეობს ეს ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის. ვაჟთა 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა იასპარეზა და ორივემ ჯამში სამივე სინჯის медали მოიპოვა. მანუჩარ გოგოხია ატაჩი წარმატებით გამოიყენა სამივეც და 166 კილოგრამი დაძლია და მცირე ბრინჯაოს медали მოიპოვა. რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია, ეს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს медали, მესამე ადგილი ნამდვილად ბრწყინვალე შედეგი ახალგაზრდა ძალოსანისთვის. ამ დისციპლინაში კონკრეტულად ატაჩი 173 კილოგრამით მცირე ოქროს медали მოიპოვა მოლდოველმა მარინ რობუმ და ამავე წონაში კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა ზურაბ მსხალაძე ამ კატეგორიაში მეხუთე ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ ზურამ საკმაოდ კარგად იასპარეზა მეორე დისციპლინაში, ანუ აკვრაში, მეორე ცდაზე 200 კილოგრამი დაიმორჩილა. მართალია ამდენივე წონა დაძლია ხსენებულმა მოლდოველმა მარინ რუბუმ, თუმცა პირველმა ქართველმა აწია ეს წონა, ასე ვთქვათ, და ამიტომ ვერცხლის медали ერგო მოლდოველს, ოქრო კი ქართველს, მცირე ოქროს медали გოგოხიას ანგარიშია. მსხალაძის უკაცრავად გოგოხიამ კი ამჯერად მხოლოდ ერთი ცდა გამოუვიდა აკვრაში, შედეგად მეცხრე ადგილი. საბოლოოდ ორჯედის ჯამში ევროპის ჩემპიონი მოლდოველი ძალოსანი გახდა, მეორე ადგილზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზურაბ მსხალაძე და მეოთხე ადგილზე მანუჩარ გოგოხია გავიდა. და გუშინვე ქალთა ტურნირზეც შედგა გათამაშდა მედლების კომპლექტი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ნანა ხორავა მიასპარეზა ჩვენი ქალთა ნაკრების წევრმა და საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა აკვრაში, კი მე-5 ადგილზე მეორე დისციპლინაში. ამ დროისთვის ჩვენი ნაკრების მაჩვენებელი ასეთი გახლავთ მიმდინარე ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე 6 медали სულ ქართველ ძალოსანთა ანგარიშზე. მსხალაძეზე უკვე გაუწყეთ, აკვრაში ოქრო, ორჯილში ვერცხლი, გოდერძი ბერდელიძე 60 კილოგრამში ატაჩი ოქროს медали მოიპოვა, რამი შამილიშვილმა იმავე დისციპლინაში ბრინჯაო 60 კილოგრამში გამოდის შამილიშვილიც. არჩილ მალაყმაძე 79 კილოგრამი ბრინჯაოს медали აკვრაში, მანუჩარ გოგოხი 88 კილოგრამში ატაჩი ბრინჯაო. ასეთი გახლავთ 6 медали ამ დღეებში. დღეს 16 საათზე დაიწყება ვაჟთა შორის 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა. აქ ირაკლი გობეჯიშვილი დაიცავს ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას და დღესვე ოდნა მოგვიანებით 19 საათზე ქალთა შორის 86 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძალოსნები ჩაერთვებიან. აქ ჩვენი ნაკრების წევრი ნათია გადელია იასპარეზებს ტურნირი, როგორც ცნობილია 26 კვირას 26 აპრილს მძიმე წონოსთან ძალოსანთა ასპარეზობი დასრულდება, ასე რომ წარმატებები იმედია დარჩენილ სამ დღეში, დღეს ხვალდაზე კიდევ იქნება წარმატებები გაქვს. მე მაგალითად იმედი მაქვს ჩვენი ძალოსნობის, განსაკუთრებით ვიმედოვნებ, რომ ქალთა
მძიმე ზონაში ნატურალიზებული ქართველი, უკრაინელი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, როგორც ვიცი, კარგ ფორმაშია და მის განაცვლელი medals მძიმე ზონაში გამოდის მარიან ურგლიანიც და ბაქარ თურმანიძე ჩვენი ნაკრების მძიმე ზონოსანი სწორედ ბაქარ თურმანიძე ცვლის, ასე ვთქვათ, ლაშა ტალახაძეს, ჩვენს ლეგენდას მძიმე ზონოსანი დღესდღეობის სწორედ ბაქარ თურმანიძეა. ხვალ ირაკლი ჩხეიძე გადის 100 კილოგრამში და არის მოკლედ მოლოდინები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გუნდი ყავს, ძალიან კარგი სამსწავლო შტაბი, გიორგი ასანიძის თაოსნობით, ასევე ოლიმპიური ჩემპიონის და ქართული ძალოსნობის, ასევე ლეგენდის თაოსნობით და ყავს გუნდი, რომლის წევრებსაც თავისუფლად ძალუს კონკურენცია გაუწიონ ევროპის წამყვან ძალოსნებს ნებისმიერ ზონით კატეგორიაში. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ სპორტსმენებს. ახლა კი ტირანაზე გადავიდეთ, იქ მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებსაც მიიღებს, ასე ვთქვათ, ისინი ჩაებმებიან და მოდი ამაზეც გითხარი. ნამდვილად დღეს ტირანაში იწყება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. იქვე ტირანაში გუშინ წინ დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა, ასევე კონტინენტური პირველობა ჩვენ გუშინ მქონდა, შეძლებს ზეგორად ამომწურავად დავით მედაშენ საუბარი. ჩვენმა ბერძენ-რომაელებმა 5 მედალი მოიპოვეს, თუმცა არც ერთი ოქროს უმაღლეს სინჯის. მედია ეს მცირე ჩავარდნა თავისუფლები გამოასწორებენ და ოქროს medalს ანუ ევროპის ჩემპიონი გვეყოლება. დღეს პირველ 5 ზონით კატეგორიაში დაიწყება ასპარეზობა, საუბარი 57, 65, 70, 79 და 97 კილოგრამ ზონით კატეგორიებში. აქაც ისევე როგორც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ანალოგიური სისტემა, დღეს იწყება ხვალ ფინალური ბლოკია, ხვალ გამოვლინდებიან ამ 5 ზონაში ჩემპიონ პრიზიორები. ხვალვე დილას დაიწყება დილიდან უკვე დილის სესია მეორე დარჩენილ 5 ზონის კატეგორიაში და იქ ჩემპიონ პრიზიორები უკვე ზეგისთვის გამოვლინდებიან. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ქართველ ფალავანთა განრიგს პირველ 57 კილოგრამ ზონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილი იჭიდავებს. საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს გამოსვლას აკაკი ქემერტელიძე 70 კილოგრამ ზონით კატეგორიაში, მანამდე 65 კილოგრამში ნიკაზირ ზაკაშვილი მეოთხე ფინალიდან დაიწყებს გამოსვლას, ისევე როგორც დინგაშვილი, თავისუფალია ორივე ჩვენი ფალავანი საკვალიფიკაციო და პირდაპირ მეოთხე ფინალიდან დაიწყებს გამოსვლას. 79 კილოგრამში საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზებს ტარიელ გაფრინდაშვილი, ბულგარელი აიხან სამირ საიდი, ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ეს გახლავთ ეს მეტოქე გაფრინდაშვილის და ჩვენი გუნდის ლიდერი 97 კილოგრამ ზონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. წელის ღამ თავიდანვე საკმაოდ რთული გამოსდა მოუწყო. ოსმან ნურმაგომედოვი იქნება ჩვენი ფალავნის მეტოქე საკვალიფიკაციო წრეში, აზერბაიჯანელი ტიტულოვანი და საკმაოდ წონის ერთ-ერთი ფავორიტი, თუმცა მათ შორის ნურმაგომედოვსა და მაჭარაშვილს შორის ვერ ვიტყვით, რომ ფავორიტი რომელი თავისუფლად შეუძლია მაჭარაშვილს მისი დამარცხება. ასე რომ დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება, უკვე ხვალ გვეწოდინება ფინალში, თქვათ ფინალურ ბლოკში მედლებისთვის, ასევე რეპეშაჟში, რომელი ქართველი იჭიდავებს, იმედია რეპეშაჟამდე საქმე არ მივა დამამშვიდებელ წრემდე და პირდაპირ ნახევარფინალებში გვეყოლება ფალავნები და 1000 წარმატებები. აქ რა შანსები გვაქვს და კიდე ერთი შეკითხვა სულ მინდოდა დამესვა, თითეულ ასე ვთქვათ კილოგრამს აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. როგორ არის ეს სტანდარტი განსაზღვრული, ვთქვათ და სპორტსმენების ეს ასე ვთქვათ თავისი კარიერის განმავლობაში განვითარება ამ რაც შეიძლება უფრო მეტი წონის აწევის როგორ განისაზღვრება, ვთქვათ ფორმაზეა დამოკიდებული, შარშამ ვთქვათ კონკრეტული დავძლიებ, წელს შემიძლია დავწინაურდე და წინ წავიდე თუ აი რა სპეციფიკა მუშაობს. ხო, ეს ძალოსნებთან დაკავშირებით ეს შეკითხვა რა თქმა უნდა, ძალოსნებს თითოეულ წონას, თითოეულ გრამს აქვს მნიშვნელობა, ბუნებრივია. ლაშა ტალახაძეზე უამრავი დაიწერა, ვისაუბრეთ, ჩვენს გქონდა საუბარი. ლაშა არის ძალიან ბევრი მსოფლიო რეკორდის ავტორი, არის სხვადასხვა რეკორდები, მსოფლიო რეკორდის, ევროპის რეკორდი, თქვა თვითონ ტურნირის, თქვა ოლიმპიური რეკორდი და აი ამ რეკორდების, უმაღლესი რა თქმა უნდა მსოფლიო რეკორდია.
ძალიან ბევრი რეკორდის ავტორი არის ლაშა ტალახაძე. ნებისმიერი ძალოსანისთვის ვთქვათ ინდივიდუალურ სახეობებში, მძლეოსნობაში ვთქვათ ის სირბილი იქნება, ჭორკითხტომა იქნება თუ სიმაღლეზე ხტომა, თითოეულ გრამს აქეთ, სანტიმეტრ, მილიმეტრს აქეთ, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს და საერთოდ სპორტსმენები ვარჯიშებზე შინაურ დარბაზში რა თქმა უნდა წევენ თქვათ უფრო მეტ ზონას და შემდეგ უკვე შეჯიბრებაზე, ოფიციალურ შეჯიბრებაზე ხდება აი ამ შედეგის ჩვენება უკვე. ასევე არის ყველა ინდივიდუალურ სახეობაში. რაც შეეხება ჭიდაობაში, აქ ყველას თავისი ზონა აქვს, ზონითი კატეგორია, აქაც რა თქმა უნდა მკაცრად შეზღუდულია, თქვათ ის რომ თუნდაც გარკვეული გრამებით მეტი რო კონდეს შენ ამ ჭიდაობაში, ამ ზონაში ვეღარ იჭიდავებ. ძალიან ხშირი შემთხვევა ყოფილა, ეწოდინებათ რა თქმა უნდა, ვინც მეტნაკლებად ჩახედულია ჭიდაობის ყველა სახეობაზეა ეს. ძიუდო იქნება თავისუფალი თუ ბერძნულ-რომაული რომ ზონას შემთხვევით მოხდა ისე რომ თქვათ რაღაც ან წვენი დალი ან რაღაცა და უსვათ მოიმატა რამდენიმე გრამი და თქვათ დღეს არის აწონვების ევროპის ჩემპიონატი ან მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ხვალ წინა დღეს არის ხოლმე აწონვები ზუსტად ზონაში უნდა იყოს და იქ დამდგარა სპორტსმენი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე და იქ ადრე იყო ხოლმე ესე ორთქლის აბანოებს პარნოის როვეზე იქ ზონის დასაკლებაც და ეს რა თქმა უნდა დამატებით უარყოფით სადმოქმედებს უნებრივია ძალებს კარგავს რომ აწონვაზე უნდა და იყოს ზუსტად იმ ზონაში მეტი არ უნდა იყოს ნაკლები თუ გინდა იყავი და მონებრივი ეს შემდეგ უკვე შეჯიბრებაზეც ისახება ეხა იმის ზონის დაგდების შემდეგ ძალების აღდგენა ურთულესია და იმიტომ არიან სპორტსმენები რომლებიც იმ სახეობაში გამოდიან სადაც ზონას მნიშვნელობა აქვს მუდმივ რეჟიმში და მუდმივ კვება იქნება ძილი იქნება თქვათ ის სხვა დანარჩენი დამატებითი ცხოვრებისეული დატვირთვები ასე ვთქვათ რაც იმ მოქმედებს მათ სპორტულ რეჟიმზე ამიტომ არის ძალიან რთული პროფესიული სპორტსმენის კარიერა ნებისმიერი სპორტსმენი რომელსაც აქვს სურვილი და სურს რომ გახდეს წარმატებული აი ამ გრაფიკი რაც ახლა ჩვენ მხოლოდ უყურებთ შეჯიბრებებს ტელევიზიით იქნება თუ დარბაზში და მაგრამ ამის უკან უამრავი რამ არის რაც უცნობ ჩვეულებრივი მაყურებლისთვის არ არის ცნობილი. ასე რომ აი ამ შეკითხვას რაც შეეხება ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ მოუხსნიათ თქვათ ზედმეტი წონის გამო კონკრეტული შეჯიბრის დროს რა თქმა უნდა ყოფილა სპორტსმენი ვერ გავიდა წონა ვერ გაიარა ასე ვთქვათ და აი ოფიციალური კანონია რომ თქვათ თუ სიტყვაზე ჭიდაობ 80 თქვათ 79 კილოგრამში 97 შენ ხარ 18 და 100 გრამი ვერ იჭიდავებ მოხსნილი ხარ იმიტომ რომ შენ წარდგენილი ხარ ამა და ამ ზონაში და რო თქვა რომ კარგი ერთი ზონის მაღლა გამიშვით ეგრე არ არის თან უკვე იმის მერე უკვე ასე რომ ყოფილა უფრო ასე ვთქვათ ტრაგიკული შემთხვევა შეიძლება ითქვას რაც ჩვენს ლეგენდარულ ქართველ ძიუდოის უკავშირდება დავით ხახალეიშვილს რომლის მე დარწმუნებული ვარ და ასეც არის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ოლიმპიადაზე აწონვებზე დააგვიანდა და მოხსნეს იყო ნომერი პირველი ფავორიტი იმ ოლიმპიადაზე წინა ოლიმპიადის 92 წლის ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონი და შემდეგ ოლიმპიადაზეც ფაქტობრივად კონკურენტი არ ყავდა და ამ დროს მოხდა ასეთი საოცარი რაღაც რომ მე არ ვიცი კიდე სადმე თუ ოდესმე მომხდარა ოლიმპიადაზე არ არის მარტო საუბარი აი შეჯიბრებაზე მაღალი რანგის და აწონვებზე დააგვიანა სასტუმროდან ეს მარტო სპორტსმენზე არ არის ეს მხოლოდ ხო იქ გუნდია თქვათ ის ადამიანები ვინც ზრუნავენ რომ ელემენტარული გადაადგილება მოხდეს სასტუმროდან დარბაზამდე ან თქვათ იქ რაღაც ძალიან ბევრი უცნაური რამ დაიწერა და აი ასე იმიტომ მოხდა, იმიტომ საცობში მოუყევით და რაღაც ბოდიშიდან სისულელეები, მაგრამ ფაქტია და აი ამ შემთხვევამ ფაქტობრივად დავით ხახალეიშვილის მოვლენა იყო მსოფლიო ძიუდოში, კარიერა ფაქტობრივად შეიწირა და შემდეგ უკვე აღარ მინდა საუბარი, აღარ არის ჩვენს გვერდით ეს ძალიან დიდი სპორტსმენი, რომელმაც ასეთი უდიდესი სიხარული მოუტანა ფაქტობრივად დამოუკიდებლობის გარიჟრაზე საქართველოს 92 წელია და ერთ-ერთი პირველი
მედალი ჯერმთლა დამოუკიდებელი სახელი საქართველოს არ გამოდიოდა, თუმცა ის იყო, რა ქვია, საქართველოს ნაკრების წევრი იყო იმავე ოლიმპიადაზე, კახიაშვილმა, ჩვენმა ძალოსანმა ასევე ოქროს medali მოიპოვა. აი ესეთი რაღაცების მომხდარა კი და არის ბევრი მიზეზია რომ არ ხმაურდება ვთქვათ ამის იმიტომ იმდენად სამარცხვინოა ესეთი რაღაც ის ორგანიზაცია რომელიც ვალდებულია სპორტსმენი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდეს რომ შეჯიბრება ჩაატაროს მაღალ დონეზე და მისი სამსახური ეს არის, მაგრამ აი ხომ არიან ადამიანები, ვინც ჩილში არიან, რომლებსაც ევალებათ ჯანმრთელობიდან დაწყებული კვებით და რა ვიცი, ელემენტარული დაბინავებით და იქ გადაყვანა გადმოყვანით დამთავრებული. აი ეს ვერ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ართმევენ ყველა ადამიანი, ყველა თქვათ პრობლემას ვერ ართმევს თავს, ზოგი კარგად, ზოგი ავად და აი ესეთი რაღაცებიც მომხდარა. ნიკა ამაშუკელზე გადავიდეთ რაგბის საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს საკმაოდ საინტერესო კიდევ ერთი პრესტიჟული თამაშის მსაჯობა მოუწევს და ეს რას ნიშნავს ნიკა ამაშუკელი და თავად ნიკასთვის რა საშუალება და შანსებია ეს ძალიან კარგია რომ ეს თემა წამოწიედავით ნიკა ამაშუკელი არის ელიტური რაგბი არის რაგბიზე ხო საუბრობ თქვა. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები ესეთ tier 1 ასაც ქვია ელიტური სარაგბო ქვეყნები ხო ევროპაში თქვა ბრიტანული ქვეყნები პლუს საფრანგეთი და ასევე იტალიაც არის უკვე ამ 6 ერში ხო. აქ ჯერჯერობით ჩვენ არ გვიშვებენ ვერ ხდება საქართველოს ნაკრები სხვადასხვა მიზეზთა გამო გვიწევს ხოლმე მხოლოდ თქვა ტესტ მატჩები იქნება თუ რა თქმა უნდა მსოფლიო თასზე აი ამ მაღალი რანგის გუნდებთან თამაში თუმცა ყავს აგერ ნიკა ამაშუკელი რომელიც 6 ერზეც ყოფილა მთავარი მსაჯი და ეხლა რაზეც შენამობ ეს არის ჩემპიონთა თასი სარაგბო ელიტის ტურნირი საკლუბო ტურნირი და აი აქ ყლავ დაინიშნა 3 მაისს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალური მატჩია პრინციპული ფრანგულ-ინგლისური დუელი ფრანგული ბორდო ინგლისურ ბასს უმასპინძლებს ბორდოში გაიმართება ეს შეხვედრა და ამაშუკელი იქნება ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი როგორც გვახსოვს ნიკამ შარშან სიმსაჯა ეს ტურნირი თან ფინალი გადამწყვეტი მატჩი ისიც ფრანგულ-ინგლისური დუელი იყო ბორდომ ნორთჰემპტონი დაამარცხა 28-20 და აი ამ საოცარი მატჩის მთავარი არბიტრი იყო ნიკა ამაშუკელი. ზოგადად ეს ტურნირი ჩემპიონთა თასი რაგბიში მსოფლიოს საუკეთესო ნომერ 1 საკლუბო ტურნირადაა მიჩნეული და მისი ნახევარფინალის და ასევე ფინალის მსაჯობა ბუნებრივი არის უდიდესი ნდობა რაგბის ხელმძღვანელობის მხრიდან ნდობა გამოცხადებული ყველა მსაჯი ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში არის რაღაც ხო რაღაც ნიშა რომელიც გსურს რომ აი ახამდე ახვედი აი შენის ის რაც ჩადებული გაქვს შრომა და ინტერესი მიხვიდე ამ კონკრეტულ ზომამდე და აი ნიკა არის ქართველი მსაჯი მეტრი შეიძლება ითქვას არა მარტო სარაგბო ზოგადად ქართულ სამსაჯო სფეროში სხვადასხვა კატეგორიებს გულისხმობ რომელმაც შეძლო აი ეს უდიდესი მიღწევა კიდევ ერთხელ დაფიქსირება ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი ეს არის ძალიან დიდი დამსახურება მაგრამ სანამ მაისში 3 მაისს ნიკას უწევს ამ მატჩის მოუწევს ამ მატჩს მსაჯობა ხვალ არანაკლებ ასეთი რთული მატჩის გაძღოლა მოუწევს ხვალ არის საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გადამწყვეტი შეხვედრა ბათუმში აჭარაბეთ არენაზე დიდი 10-ის ფინალი და სწორედ ნიკა იქნება ამ თამაშის მთავარი არბიტრი კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა მახარაძე დაეხმარებიან რაც შეეხება სატიტულო შეხვედრას მასპინძელი ბათუმი ქუთაისის არეშ შეხვდება რეგულარული ჩემპიონატის დიდი 10-ის რეგულარული პირველობის პირველი და მეორე ადგილოსნები ხვდებიან დღესდღეობით ქართული საკლუბო რაგბის უდაოდ 2 ფლაგმანი ხდება ერთმანეთს და ამ მატჩის მთავარი არბიტრი იქნება ნიკა ამაშუკელი აქვე შევახსენოთ თქვენებს რომ ესე იგი 2007-დან 2018 წლების ჩათვლით საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალს ნახევარფინალს და ფინალს ტრადიციულად უცხოელი მსაჯები ემსახურებოდნენ ფრანგები ინგლისელები
და ეს 11 წლიანი ბმა 2019 წელს გაწყდა, ასე ვთქვათ, როდესაც ბათუმის და რუსთავის ხარების შეხვედრა, აი ბათუმში სადაც ხვალ გაიმართება ეს მატჩი, ნიკა ამაშუკელმა ითავა, ნიკა ამაშუკელს ანდეს საუკეთესო თიმსაჯა და ანუ ყავს ისეთი დონის მსაჯი, რომელიც მაღალი კვალიფიკაციისა, უმაღლესი კატეგორიისა და რა თქმა უნდა უდიდესი ავტორიტეტი აქვს მოედანზე მოთამაშეებს შორის. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ნიკა ამაშუკელს ეს დანიშნა და ზოგადად ეს წარმატებები დამსახურებული სრულიად ვინც ადევნებს თვალყურს ისეთ იმ მატჩებს სადაც ამაშუკელი მსაჯობს ერთ ეჭს ვერ შეიტანს რო თქვა რაღაც ან შეცდომა იყო ან არასწორი იყო არის ესეთი ესე ვთქვათ როგორც თევზი წყალში უმაღლესი დონის სარაგბო ვარსკვლავებთან ნიკა არის ავტორიტეტი და მოკლედ მივულოცოთ ნიკას მორიგი წარმატება და კიდევ ერთი ასე ვთქვათ იუბილარი ამჯერად და თემა მინდა შემოვიტანო ჩვენი საუბრის ბოლოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურას ხუბულური არის დღეს იუბილარი ქართველი ძიუდოს ლეგენდა ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი მივულოცოთ მას მივულოცოთ და 2-20 სიტყვა მასეც გითხარით და დავასრულოთ ეს თემურ ხუბულური ვისაც უნახავს თემურ ხუბულურის ჭიდაობა მას ემახსოვრება თუ ეს ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური მოჭიდავე ჭიდაობის მანერით სხვათა შორის მისი ერთ-ერთი კი არა ყველაზე მთავარი კონკურენტი იყო ბელგიერი ასევე უდიდესი ყველა დიდი ბელგიელი ძიუდოისტი რობერ ვან დე ვალე ამ მეტოქეებს უწევდათ ხოლმე თითქმის ყველა დიდ ტურნირზე პაეკრობა 9-ჯერ შეხვდნენ ეს სატიტულო შეხვედრაში ხუბულური და ვან დე ვალე 9-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო ხუბულურმა 1 მოიგო ვან დე ვალემ და ისიც ოლიმპიადის ფინალი მოსკოვის ოლიმპიადის ფინალი საბოლოოდ ვან დე ვალე ოლიმპიური ჩემპიონია და ხუბულური რომელიც ყველგან დამაჯერებლად ამარცხებდა ბელგიელს ვერ გახდა და აი ვან დე ვალეს აქვს ნათქვამი რომ ესე იგი როგორც კი ხელს მოჰკიდებს ხუბულურიო უზარმაზარი ძალა იგზნობაო და რაც ყველაზე მთავარიაო საოცრად სწრაფი მოუხელთებელია და შერკინებამდე წელში გამართული მოდიოდა ისე ელეგანტურად მხოლოდ ქართველები ჭიდაობენო ეს ბევრჯერ არის ნამყოფი ვან დე ვალე საქართველოში კარიერის შემდეგაც უყვარს საქართველო თბილისური ტურნირები იმართებოდა ხოლმე თებერვალში ტრადიციული და სულ მონაწილეობდა ხოლმე არაერთი მაღალი დონის ძიუდოისტი ჩამოდიოდა და ესეთი ჩვენა იყო ვარსკვლავ ჩვენა და ასეთი თბილი სიტყვები მეტოქის ყოფილი მეტოქის მიმართ რომელიც ყველგან უგებდა თუმცა ეს ოლიმპიადაზე რა მოხდა როგორც აღგო არ ვიცი მოსკოვის ოლიმპიადაზე 2005 წელს ვან დე ვალე მოგულოცავთ ბატონ თემურს ქართულ ჭიდაობაში არის აბსოლუტური ფალავანი 1976 წელს დასახელებულია საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად და არ ვიცი ყველაფერი მსოფლიო ევროპა ყველაფერი მოგებული აქვს აი ამ ერთი ოლიმპიადის გარდა და ვლოცავთ ჯანმრთელობა 71 წლის გახდა ბატონი თემური დღეს და წარმატებები როგორც პირად ასევე ქართული ჭიდაობა აბარია და ჩვენი ეროვნული სპორტი კეთილი. მადლობა კახა. მადლობა დავით. ჩვენ ტრადიციულად შემოგთავაზეთ წილის საუბარი სპორტზე, ხუთშაბათს და პარასკევს, დღესაც ასე იყო. მადლობა უთხრათ კახა გელაშვილს, რომელმაც ბევრი რამ გაგვაგებინა და ამ ფორმატში ტრადიციულად მომდევნო კვირასაც გექნება შესაძლებლობა მოусმინოთ საუბარს დილით სპორტზე. ჩვენ კი